შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ საქართველოში სტიქია ამ წუთებში მძვინვარებს და აჭარა, ბათუმი და ასევე გურია არის მთავარი ეპიცენტრი ამ სტიქიის. ცოტა ხნის წინ გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ საერთაშორისო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გადახურვა ჩამოინგრა, თუმცა როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები ჩვენ გვიცხადებენ, ადგილზე არ რეისები გადადებული იყო, შესაბამისად არ იმყოფებოდნენ ადამიანები და არავის სიცოცხლის საფრთხე არ დამუქრებია. რაც შეეხება გურია, სადაც ამ წუთებში თითქმის პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველა სოფელში არსებული და მაცხოვრებელი მოსახლეობა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ეს ადამიანები ამ წუთებშიც არიან კრიტიკულად რთულ ვითარებაში. ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ადამიანებს პირადად დავკავშირებოდით და ისინი ყვებიან იმ რთულ ვითარებაზე, რაც ადგილას არის. შეიძლება ითქვას, რომ 2 მეტრამდე აღწევს ახლა თოვლის საფარი ამ სოფლებში და ამ ვითარებას ისიც ართულებს, რომ ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს და თუ პერიოდულად არ გაიწმინდება იქ ტერიტორია თოვლის საფარისგან, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება თოვლის საფარი. ეს ადამიანები ამბობენ იმას, რომ ითხოვენ დახმარებას უკვე მეხუთე დღეა, თუმცა არც ერთი უწყების თანამშრომლები ადგილზე მათთან არ გამოჩენილან და არც ერთი ტექნიკა არ ყოფილა ადგილზე, რომელიც გაწმენდა მათ სახლებთან მისასვლელ გზებს. ჩვენ ვესაუბრეთ მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა ამ სახლში და შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა სიკვდილს და მოასწრო ამ სახლიდან გასვლა. ასევე ყვებიან იმასაც, რომ არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ ამ ადამიანებს ამ დრომდე და საკვების მარაგიც კი ეწურებათ და ამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად კი შეიძლება ითქვას, რომ ადგილზე არავინ არ მიდის. ასევე ჩვენ გავიგეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ხელებით ცდილობდა, რომ დიდ თოვლობას შებრძოლებოდა და გამკლავებოდა, დაზარალდა, დაზიანდა და სახურავიდან გადმოვარდა. მოქალაქეებმა კი საკუთარი ხელებით მოახერხეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამდე მieყვანათ, რადგან თავად სასწრაფო ვერ ახერხებდა მათ საცხოვრებელ სახლამდე მისვლას და სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი მოქალაქეები შეიძლება ითქვას, რომ ახლა ხელისუფლების მხრიდან არის სრულად უყურადღებოდ დარჩენილი და ადგილზე არც ერთი სამაშველო სამსახურის თანამშრომელი არ ჩანს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ან ვერ გვაქცევს, არ ვიცი. გუშინ სახლი დამეინგრა თავზე ძვლის გამოვასწარი ბავშვებით. ძვლის გამოვასწარი სულ დანგრეულია. დაურეკია 12-ში და გადაგცემ შესაბამის სამსახურებს. აღარ დაურეკიათ მერე. ხმა გავიგეთ ან სახურავის მწყების გამოვედით გარეთ. ხოდა ის არა ქვია, ანუ გაზარდა უცებ სახლი და უცებ გამოვიყვანე ბებოც. მოხუცი ბებოც სახლში მოხვდა, გამოვიყვანე ჭიშკართან მივედი და სულ ჩამოინგრა. მეორე სართული აღარ არის საერთოდ. შუქი არ არის, კომუნიკაციის საშუალება არ არის, პროსტა არ ვიცი. ეხლა ვცდილობ თუ რაღაცნაირად ჩავახციოთ სახლში მეზობელთან. და დავირეკეთ, რომ მე უბრალოდ გადაადგილება მჭირდება, რომ უბრალოდ ჩავიდე ქვემოთ სახლამდე, დავჭით ისე როგორც გვაწვია. და არავინ არ დამირეკა, პროსტა არ ვიცი მე ამ ქვეყანას რა ეშველება. ზემოთ სადაც მამა ჩემი ცხოვრობს უაკეთე დახიანობას, ბიჭი გადმოვარდა იმედან, რა ქვია, სახურავიდან საშინა დაზიანდა, სასწრაფო არ ვიცი სადღაც შუა ადგილას მოვიდა, ისიც არ ვიცი აქედან ხელით ჩაიყვანას, მე მგონი ის ბიჭი ისე ბრეში იყო. ყველაფერი ფეხები და ისინი ჩამოხეული ჰქონდა. და კაი რო რაღაცნაირად ხალხმა მიიყვანა ისე ვიქამდე. საერთოდ არ არის მოსასვლელი არც ერთი მხრიდან. საერთოდ არ არის, აი ჩემი თვალი არის 3 მეტრ 75 და ანუ წელს ზემოთ არის რა, ანუ ხრებამდეა. ძალიან დიდი თოვლი ადევს სახლებს და ღმერთმა იცის რა წუთში რა მოხდება. გააჩნია სახლის სიმყარეს, სახურავის სიმყარეს და გააჩნია როგორ გაგიმართლებს. ანუ გამართლებაზე ვარ, შეიძლება გაგვიმართლა, შეიძლება არა. თუ არ გაგვიმართლა, ცხადია, შეიძლება ჩამოინგრას კი. აი შეშინებული გამოვარდი გარეთ, იმიტომ რომ სახლი წიწკინებს, არავინ არ არსებობს ბრიგადა, რომელიც, რა ვიცი, სახლს დათოლავს. აი მარტო ხელა ქალი ვარ, ეხლა რა ვქნა გეკითხები, 100-ია ბევრი. ვარ ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ, რამდენიმე ტრაქტორი ამას არშველის, არის საგანგაშო მდგომარეობა და სახელმწიფო ვალდებულია, ელემენტარულად ვალდებულია, რომ თოლში ჩამარხულ სოფლებს, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, რა ვიცი, ყველას მიხედოს. ეხლა გაჩვენებთ თოვლის საფარს, ეს არის ცენტრალური გზა, მეტრა და 35 სანტიმეტრი. ჩვენ ზემოთ არის კიდევ სხვა სოფლები. ოხოჯური და 2 მეტრი და რავი ძალიან ბევრი სოფელია, სადაც ალბათ შეიძლება 2 მეტრამდე თოვლიც არის. სოფლის რაღაც ნაწილთან არ მაქვს კომუნიკაცია, არ მხვდება მათი პოსტები.
და არაფერი ვიცი მათ შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანები სტიქიის პირისპირ სრულიად მარტო არიან მიტოვებულები, საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს მოხალისეთა ჯგუფები, სოციალურ ქსელში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი გურიისთვის და აქ ერთიანდება ის ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს, რომ სტიქიის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს დაეხმარონ. ცოტა ხნის წინ თბილისიდან 3 ავტომობილიც კი გავიდა და მიემართებიან უკვე გურიისკენ, ასევე ქუთაისიდანაც ადგილზე იმყოფებიან ასევე თავად მოხალისე ადამიანები, რომლებიც მედიკამენტებს საკვებს მიეწვდიან იმ ადამიანებს, რომლებიც გარე სამყაროს არიან მოწყობილები და გურიის სოფლებში არიან თოვლის პირისპირ მარტო.